აუ იმას გავარ. მაგარაკო. მოდი ჩემთან კიდევ მომეფერე, კიდევ ერთით მოვწიოთ და მე. მოგესალმებით, დღეს განვიხილავ კრეატორის ჩემი პირველ დავალებას და პასუხობ ასევე კომენტარებს. ჯერ განვიხილავ თუ კომენტარებს უპასუხო არ ვიცი, ამიტომ ალბათ ორივეს ერთად გავაკეთებ და ასე რომ დავიწყეთ. მინდა გითხრათ, რომ ამ ვიდეოს 700 ჯერ უყურე და მგონია, რომ ზუსტად იგივე კომენტარები დაიწერა უარყოფითი, ანუ შენიშვნებიც, რასაც უკვე მე თვითონ ვფიქრობდი, უბრალოდ ცოტა გვიან გავიაზრე. ანუ იმ მომენტში, როცა ვიღებდი და როცა ვაკეთებდი, ცოტა სხვა თვალით ვუყურებდი. არაობიექტური და ეხლა მგონია, რომ უფრო გავიაზრე, რა შეცდომები დაუშვი, რა უნდა გამეკეთებინა და რა უნდა გამეკეთებინა. პირველი არის thumbnail-ი, საშინელი thumbnail-ია. მე ვთვლი, რომ პირველ დავალებაში, მე ვთვლი არა, ჩემს ყველა ვთვლით, რომ პირველ დავალებაში ყველაზე ცუდი thumbnail იყო ჩემი, მაგრამ ზოგადად გაგახსენებთ იმას, რომ ეს არის დამწყები იუთუბერების პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ TikTok-იდან ვიცნობთ, TikTok-ი არის საერთოდ სხვა პლატფორმა და თუ გგონიათ, რომ ეგ ხელს მიწყობს YouTube-ის ვიდეოს აწყობაში, მინდა გითხრათ, რომ პირიქით ეგ ხელს მიშლის, იმიტომ რომ მე რაღაც უფრო TikTok-ის ჩარჩოებში ვარ ხოლმე და YouTube-ს ეგ არ ჭირდება. ამიტომ ვთვლი, რომ ეგ ჩემთვის არის ხელის შემშლელი და არა ხელის შემწყობი. რა ხდება საერთოდ ჩემს thumbnail-ზე? ანუ კაი, მე დაცხენი გავიგე, მაგრამ ანუ მე ეცხენი, აქეთ კატა და აქეთ თეძოდან ამომდის თიკა ჯალაღონი. ანუ ეს thumbnail-ი რას გვეუბნება? აი, არაფერს საერთოდ. ამაზე ცუდი thumbnail-ი მე მგონია, რომ ისტორიის, ანუ YouTube-ის ისტორიაში არ შექმნილა არამც თუ პირველ დავალებაში. რა მოხდა ამ კვირაში? წარწერა, აღწერა თვითონ ამ ვიდეოსი, რა სათაური. რა მოხდა ამ კვირაში, რას გვეუბნება? პირველი დავალება იყო, რომ გაგვეცნო ჩვენი თავი მაყურებლისთვის, თუმცა დავალებას უკვე თავიდანვე ავწდი. რა მოხდა ამ კვირაში? Like, who are you? ვიდეო კი ეგ არის, რომ ჩემი თავი გაგაცანით, მაგრამ აღწერაში ეგ არის კითხება, რომ ჩემი მიზანია ვიდეოში, რომ ჩემი თავი გაგაცნოთ. ამ აღწერაში იკითხება, რომ მე უბრალოდ გიყვებით რა ხდება ჩემ კვირაში თუ რაღაც ეგეთი. ვიდეოს შესავალი არ აქვს საერთოდ და მე კი ჩემს იდეას ჩამოვაყალიბე, რომ ამ ვიდეოში და მე ნახებინა ვინ ვარ, რა ინტერესები მაქვს და ასე შემდეგ, თუმცა ამას თქვენ ვერ მიხვდებით, უნდა გამოგეცნოთ და რა თქმა უნდა ეს არის მინუსი, იმიტომ რომ მაყურებელმა რატო უნდა გამოიცნოს ჩემი იდეები. ჩემი აზრით თავიდანვე ინტრო უნდა ყოფილიყო, რომ გამარჯობა მე ვარ ესა და ეს და ჩემს თავს გაგაცნობთ ჩემი ერთი კვირის ინტერესებით ან ჩემი ერთი კვირის ყოველდღიურობით თუ რაც არის, როგორც არის რა. ამიტომ ინტროც არის საშინელი. დავიწყოთ კომენტარებით. და ჯერ დავიწყებ იმ კომენტარებით, რომელიც არის ტოპ კომენტარები, ანუ რომელსაც უფრო მეტი გამოხმაურება და პასუხი აქვს. პირველი კომენტარი არის ესეთი, რომ ცოტა მხოლოდ დავალებისთვის გადაღებული ვიდეო შეგრძნება დამიტოვა, შეგრძნების დონეზე მეც მგონი, რომ TikTok-ის ბევრ ვიდეოს უყურე ერთად. შენი მეორე არხის კარგი გოგოების პირველი ვიდეო ბევრად სასიამოვნო საყურებელი იყო და არა მოსაწყენია. ამაზე გეთახმები პირველივე აბზაცში მთლიანად და მეორე აბზაცს რაც შეეხება, მინდა გითხრა, რომ ეს ჩემი პირველი ვიდეო, კრეატორის პირველი ვიდეო არის გადაღებული გოგოების ვიდეომდე. შესაბამისად ის შენიშვნები, რაც ჩემს თავთან მქონდა, კარგი გოგოებში გამოვასწორე. ამიტომ მოგეწონა კარგი გოგოები, რომ ეს გამომივიდა ცუდი და ეს რო გამომივიდა ცუდი, მივხვდი, რომ უი, ეს არ უნდა მექნა, ეს არ უნდა მექნა და შესაბამისად კარგი გოგოების ვიდეო გამოვიდა პირველი. კარგი გოგოების ვიდეო რო გადამეღო პირველი, პირიქით იქნებოდა, ნუ ის გამოვიდა და ცუდი და ეს გამოვიდა ნორმალური. ამიტომ გეთახმები. შემდეგი, ასევე მინდა გითხრათ, რომ კომენტარები, რომელიც იყო შედარებით ისეთი, რასაც შენიშვნას მაძლევდა, უფრო მესიამოვნა, იმიტომ რომ ეგ რეალურად, მაგით რეალურად მეხმარებით და თან ძალიან გამიხარდა, რომ ეს შენიშვნებიც იყო, ანუ არაშეურაცხყოფად მოწოდებული, ანუ ხვდები, რომ გინდათ, რომ რაღაცა, ანუ კარგად ამიხსნათ, რა შემეშალა. თორე, გამიხარდა, რომ არავინ მაკინებს. გავაგზავნოთ. ესე იგი, შემდეგ იყო, რომ დარწმუნებით შემიძლია თქვა, რომ YouTube-ის რაღაც გამიგება, გულშემატკივრობ, უბრალოდ ეს YouTube-ის ვიდეო არა, ერთი დიდი TikTok-ია კი და ისეთი შთაბეჭდილება დამჭრა, YouTube-ს არ უყურებ საკმარისად წარმატებებიო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ვერ ხვდები TikTok-ის ვიდეო, რატო აღიქვით, იმიტომ რომ TikTok-ზე 30-40 წამიანი ვიდეოებია და ეს არის 15 წუთიანი ვიდეო. ამიტომ ამას თუ უკეთესად, მევკეცრავად. ამას თუ უკეთესად გამიშლით, რატო გეგონათ TikTok-ის ვიდეო, უფრო დამეხმარება შემდეგ ვიდეოში. და ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ YouTube-ს არ ვუყურებ საკმარისად, ამაშიც მართალი ხარ, იმიტომ YouTube-ს არ უყურებ საკმარისად. ცოტა პროფესიონალიზმი გაკლია კადრების შეცვლაზე, კიდე ერთ რაღაცაზე კონკრეტულზე ძალიან ბევრს საუბრობ. მართალია,
კადრების შეცვლა, ვახოთ, ამას აკიხსნით რა. პირველი დავალებაში გითხრეს, რომ 15 წუთზე მეტი არ უნდა იყოს, მაგრამ მე ეს ჩავთვალე, 15 წუთი უეჭველი უნდა იყოს. ამიტომ კადრები, რაღაცები, რასაც არ ჩავსვამდი, ეს რო კარგად გამიაზრებინა და მივხვდარიყავი, რომ 8 წუთიანი ჩემეძლო, რომ ამეტვირთა, ძალიან ბევრ კაცს მე თვითონ ამოვიღებდი და ვთვლი, რომ ძალიან ბევრი კადრი არ იყო საჭირო. უბრალოდ ჩემ ტვინში ისე დავაგდა, რომ უეჭველი 15 წუთამდე უნდა ავიდე. ამიტომ რა თქმა უნდა გეთანხმები და მართალი ხარ. კარგ კომენტარებს სიმართლე გითხრათ, ანუ უბრალოდ შექების კომენტარებს არ ვკითხულობ, იმიტომ რომ ამაზე პასუხი არ მაქვს და თან ეგ კომენტარები კი მსიამოვნებს, თუმცა განვითარებაში ვერ მეხმარება, ამიტომ კარგ კომენტარებთან ერთად შენიშვნასაც თუ მოაყოლებთ ხოლმე, კაი იქნება. გიფასებთ ყველა კარგ კომენტარს და ძალიან მიხარია. ეგ კომენტარები რო არა, ძალიან მეწყინებოდა, რომ ვიფიქრებდი, რომ იმაზე ცუდი გამომივიდა, ვიდრე მე ვთვლი, რომ გამომივიდა. მოკეთ, თავარი არ გაჩერდა, შენ თუ გადაწყვეტე იუთუბერობა, ბოლომდე უნდა მიაწვე, შეხება ვიდეოს რომ უყურებ, ვიგრძენი რა. რეალშიც ესეთი ხარ, რაც ძალიან კარგი და იუთუბრის ზუსტად ეს ხდის, ნამდვილი იუთუბერად. შენგან ძალიან კარგი ვაიბი მოდის, რაც ვიდეოს ბოლომდე გაყურები, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვიდეო რაზეა. ცოტა TikTok ვიდეოს წაგავდა, მაგრამ ნელ-ნელა მაგასაც გამოვასწორებ. იმედია გამოვასწორებ, თუმცა ზუსტად მინდა რამ დაგიტოვა ტექსტ აბეჭდება, რომ მეუბნებით, რომ აი ცოტა TikTok ვიდეოს წაგავდა, იმიტომ რომ ანუ ვერ ხვდები, ოღონდ მართლა გეკითხებით, ანუ ის კი არა, დროზე ამიხსენი ახლა რა თქვი თუ რაღაცა. მართლა მინდა რამ დაგიტოვა ტექსტ აბეჭდება, რომ ვიღაც არის ჯაბა, ვინც ყველა მონაწილეს გვიწერს ქულას 10-დან 4, 10-დან 4, 10-დან 4. მე მგონი ერთ ზუკას დაუწერა 10-დან 8 თუ რაღაც ეგეთი მაღალი და დანარჩენს თითქმის 10-დან 4-ები და ერთ დაუწერა 10-დან 4.1. ძალიან საყვარელია ჯაბა, მართლა და ჩემი აზრით 10-დან 4-იც საკმაოდ ოკეია. ჩემი საყვარელი კომენტარი არის აი ეს, დედალი ბასტო ხარ. ხალხო, ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მეც ვთვლი, რომ დედალი ბასტო ვარ. თუმცა, რომ გავიცანი ბასტო, მივხვდი, რომ ბასტოს ენერგიის 10%-იც არ მაქვს, მაგრამ ალბათ ვაიბით. ხო, ბოლო, მაგდა უფრო მაგარი ტიპი ხარ, ვიდრე ეს ვიდეო იყო. გაიხარე. და მიწერს, რომ მე მეგონა შუა ქალაქი იქნებოდი და არა ცოლის დაქალებიო. თან საყვალობა, იმიტომ რომ შუა ქალაქი უფრო თბილი სერიალია. მაგრამ მე მგონია, რომ ჩემი ცხოვრება უფრო ბევრი პერსონაჟით არის სავსე, როგორც ცოლის დაქალებში. იმიტომ რომ შუა ქალაქში ყველა ცუდი პერსონაჟიც, რაღაცა სასაცილო პერსონაჟიც კაი ტიპია და ცოლის დაქალებში აი ძალიან ბევრნაირი პერსონაჟია, ამიტომ მე მგონია, რომ ცოლის დაქალებში უფრო ვცხოვრობ, ვიდრე შუა ქალაქში. ჩემი აზრით, ჩემი ეს კონტენტი, რაც ჩემი ვიდეოს განხილვას ეხება, გაგრძელდება იქამდე, სანამ გამოვარდები, რომ მე თვითონ უფრო კარგად დავფიქრდე ხოლმე ჩემს შეცდომებზე და ასევე თქვენს ჩაგრთოთ როგორც შენიშვნის მომცემლები, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცნაირად ერთნაირად ვფიქრობთ, ანუ ყველა თქვენი კომენტარი რაც იყო შენიშვნა, გულის სიღრმეში არა, სიღრმის გარეშეც გეთანხმებით, იმიტომ რომ მე ცოტა გვიან გავიაზრე თვითონ პროცესში მეგონა რომ ძალიან მაგარი რაღაცას ვიღებ თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ აი სამჯერო უყურე მეთქი მგონი ეხა წავაგ. და ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მიზანი, ამაზე სუმეჩხობიან, რატო არ არის ეს შენი მიზანი, მაგრამ ხალხო, ჩემი მიზანი არ არის ამ პროექტში გამარჯვება. ჩემი მიზანია ის, რომ ამ პროექტიდან მაქსიმალურად მეტი ვისწავლო. ანუ ეს პროექტი ჩემთვის არის კურსი, რომელსაც გავდივარ უფასოდ და მინდა რომ მაქსიმალურად დიდხანს ვიყო პროექტში, რომ ვისწავლო მაქსიმალურად ბევრი რაღაც. და თუ გამოვარდი და ვერ გავაგრძელე, მაინც გავაგრძელე პროექტის ყურებას, იმიტომ რომ მართლა კურსია და მე გირჩევთ, რომ ვისაც YouTube-ის დაწყება გინდათ, აუცილებლად უყუროთ კრეატორს. ეს იყო და ეს დღეს დაგემშვიდობებით და ასევე მინდა გითხრათ, რომ სახლში უკვე 2 კატა მყავს. ეს სხვა არაფერი შუაში არ იყო. მაგრამ მინდა მიშლის YouTube-ია. YouTube-ი ბევრად თავისუფალი სივრცე მგონია, ვიდრე სხვა ყველა ადგილი. ოკეი. დამშვიდობება რაღაც განსაკუთრებული თუ უნდა იყოს. ეს დაგემშვიდობებით. ხუთშაბათამდე.